როგორ ასრულებენ სახელმწიფო უწყებები ომბუდსმენის 2014 წლის რეკომენდაციებს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გრძელდება. დეპუტატების წინაშე დღეს 8 სამთავრობო უწყების წარმომადგენელი წარსდგება. კანონმდებლებმა რეკომენდაციების შესრულების საკითხზე გუშინაც იმშერეს. კომიტეტის სამართალდამცავი უწყებების განათლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების ანგარიშებს გაეცნო. ომბუდსმენმა 2014 წელს სახელმწიფო უწყებებს 48 რეკომენდაცია მისცა, საიდანაც 38 სრულად ან ნაწილობრივ არის შესრულებული. ეს არის ომბუდსმენის ინფორმაცია. დღეს მოусმენთ რამდენიმე სამინისტროს, კერძოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროს ანგარიშებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მათი შეხედულებები ჩვენს რეკომენდაციებზე და შემდეგ რა თქმა უნდა გვექნება დისკუსია. სახალხო დამცველის ანგარიში მითითებულ ყველა რეკომენდაციის და ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, სამინისტროს ხელმძღვანელებისგან კონკრეტულ განმარტებებს მივიღებთ ამ უფლებებთან დაკავშირებით და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ეს პროცესი, როგორც გუშინ, ასევე დღეს, ძალიან ეხმარება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშვალდებულების გაზრდას.